21 საუკუნე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ეს არის ეპოქა, სადაც ციფრული ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საშუალებები. ისინი გადამწყვეტ ძალად იქცნენ, რომლებიც ცვლიან იმას თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ყველაზე მეტად როგორ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობას. თუ ადრე ტექნოლოგიურ პროგრესს ნელ-ნელა ვეჩვეოდით, დღეს ის გლობალური ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი და ამ ცვლილებების ცენტრში დგას ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია არ არის ფანტასტიკის ნაწილი. ის წამებში ამუშავებს ისეთ მონაცემთა მასებს, რომელთა შესწავლას ადამიანებს წლები დასჭირდებოდა. მას შეუძლია დაავადებების აღმოჩენა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. შეუძლია ეპიდაფეთქებების პროგნოზირება, მანამდე სანამ პირველ კლინიკურ ნიშნებს დავინახავთ. შეუძლია დაგეგმოს რესურსები, გაანალიზოს რისკები და იმოქმედოს რეალურ დროში. ამიტომ სოფლიოს წამყვანმა ჯანდაცვის სისტემებმა პრაქტიკულად ერთხმად განაცხადეს, ხელოვნური ინტელექტი აღარ არის არჩევანი, ეს უკვე აუცილებლობაა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როცა გავითვალისწინებთ თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებს, ახალი პათოგენები, არსებული ინფექციების გამწვავებები, კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენები, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, მოსახლეობის დაბერება, სანაცვლოდ კი მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა უფრო სწრაფ, ზუსტ და პერსონალიზირებულ სამედიცინო დახმარებას. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ასეთ მოცულობასა და სირთულეს ადამიანმა თავი გაართვას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასუხი სწორედ ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია სცილდება მხოლოდ ალგორითმების გაშვებას. ის მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიებს, მანქანურ სწავლებას, ღრმა სწავლების ნეირონულ ქსელებს, გენერაციულ მოდულებს, რომლებიც ქმნიან ახალ კონტენტს, იქნება ეს ტექსტი, გამოსახულება, სამედიცინო რეკომენდაცია თუ კვლევითი ჰიპოთეზა. ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოყენებულია დიაგნოსტიკაში, სადაც ხშირად სისწრაფითა და ზოგჯერ სიზუსტითაც კი აღემატება ადამიანურ შეფასებას. ეპიდემიოლოგიაში, სადაც შეუძლია წინასწარ დაგვანახოს საფრთხეები, ფარმაცევტიკაში, სადაც წამლის აღმოჩენის პროცესმა წლების ნაცვლად შეიძლება თვეები და დღეებიც კი აითვალოს. განსაკუთრებით დიდი ეფექტი შეინიშნება ტელემედიცინასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სფეროში. ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლებელი გახადა სამედიცინო მომსახურებების მიღება იმ რეგიონებში, სადაც სპეციალისტების მოწვევა რთული იყო. სმარტფონები უკვე იქცა მცირე კლინიკებად. ხელოვნური ინტელექტის მოდელები აფასებენ კანის დაზიანებებს, რისკებს, სიმპტომებს, ატარებენ ტრიაჟს და მხარდამჭერ ფუნქციებს. თუმცა ამ პროცესში ექიმის როლი არ ქრება, პირიქით, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სწორედ ექიმი ახორციელებს საბოლოო გადაწყვეტილებას და იღებს პასუხისმგებლობას მას. ხელოვნური ინტელექტი ცვლის სამედიცინო განათლებასაც. წამყვან უნივერსიტეტებში ის უკვე ინტეგრირებულია სასწავლო პროგრამებში. ChatGPT-ს შეუძლია გადალახოს USML-ის 3 სტეპი, ხოლო ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა Mount Sinai, Stanford-ი, Harvard-ი უკვე აწარმოებენ სპეციალურ ხელოვნურ ინტელექტის კურსებს, ვირტუალური რეალობის სიმულაციებს და პერსონალიზირებულ სწავლებას. ექიმები მომავალში უკვე იმუშავებენ გარემოში, სადაც კლინიკური გადაწყვეტილებებზე და გადაწყვეტილებები უფრო მეტად იქნება მონაცემებზე დაყრდნობილი და ეს მოითხოვს ახალი თაობის უნარებს. მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის გავლენა კიდევ უფრო გარდამტეხია. AlphaFold-მა რევოლუცია მოახდინა ცილების 3D სტრუქტურის წინასწარმეტყველებაში. გენომიკაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა კრიფსის ტექნოლოგიებს, რაც ორგანოების გენეტიკურად უსაფრთხო მოდიფიკაციას აჩქარებს. 2024 წელს განხორციელებული გენეტიკურად შეცვლილი ღორის თირკმლის გადანერგვა ცოცხალ ადამიანში სწორედ იმ პროცესის
პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მომავალში ორგანოთა დეფიციტის შემცირების რეალურ იმედს იძლევა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ახლავს საკითხები, რომელთაც სერიოზული ყურადღება სჭირდებათ. მიკერძოება ალგორითმებში, პაციენტის მონაცემთა დაცვა, ეთიკა, სამართლებრივი ჩარჩოები. ჯანდაცვა არის ყველაზე მგზნობიარე სფერო და აქ ნებისმიერი ტექნოლოგიური შეცდომა პირდაპირ აისახება ადამიანის სიცოცხლეზე. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, ძალიან ძლიერი, მაგრამ მაინც ინსტრუმენტი. მისი ხარისხი და სანდოობა დამოკიდებულია ადამიანზე, მონაცემებზე და სწორ რეგულაციებზე. დღეს როცა სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპებში, როცა ის უკვე ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის საკითხია, აუცილებელია სწორად დავსვათ კითხვა, როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ისე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააძლიეროს ჩვენი სისტემები და პირიქით არ შექმნას გართულებები. ჩვენი დისკუსია სწორედ ამ თემებს შეეხება. რას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, როგორ ცვლის ის ჯანდაცვის ლანდშაფტს, რა შესაძლებლობები და რისკები მოაქვს და როგორ შეუძლია საქართველომ გამოიყენოს ეს გლობალური ტალღა საკუთარი ჯანმრთელობის სისტემის გასაძლიერებლად.